როდესაც ვკითხულობთ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციებს და კონსტიტუცია რა არის? კონსტიტუცია ეს არის საზოგადოების ცხოვრები, დოკუმენტი, სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის პრინციპებზე დაყრდნობითაც ცხოვრობს საზოგადოება. ანუ კონსტიტუციაში აისახება ყველა ის დამოკიდებულება, ყველა ის განცდა თუ სენტიმენტი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების ცხოვრებასთან და სახელმწიფოს მმართველობასთან. საზოგადოებისა და ინდივიდების და საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობასთან. და პირველი რაც თვალში გვხვდება ჩვენ ეს არის აი ამ დოკუმენტების გაცნობისას და სულ ესეთი სამი დოკუმენტი იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 27 წლის, შემდეგ 36 წლის და შემდეგ 70-იანი წლების ბოლოს მიიღეს ეს სამი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, საინტერესოა თვითონ ამ სამი დოკუმენტის შედარებაც ერთმანეთთან, მაგრამ ეს ალბათ უფრო შორს წაგვიყვანს და ამიტომ ისეთი სახასიათო მასალის ამოკრებით დავკმაყოფილდები დღეს თქვენთან საუბრისას. და პირველი რა განცდაც გირჩდება ამ დოკუმენტების წაკითხვისას, ეს არის შეჯახება ფარისევლობასთან, შეჯახება ტყუილთან და შეჯახება ორმაგ სტანდარტებთან. ძალიან მარტივად პირველივე მუხლი იწყება ესე. კონსტიტუცია ემყარება რა ოქტომბრის რევოლუციით აღიარებული პროლეტარიატის დიქტატურის ძირითად პრინციპებს, მიზნად ისახავს უზრუნველყოფს ეს დიქტატურა ბურჟუაზიის საბოლოო დასათრგუნავად, ადამიანისაგან ადამიანის ექსპლუატაციის მოსასპობად და დასამყარებლად კომუნიზმისა, როდესაც არ იქნება კლასთა დაყოფა და არც სახელმწიფო ხელისუფლება. ეს არის პირველი წინადადება, რითაც იწყებოდა 27 წლის საქართველოს კონსტიტუცია. და ამ პატარა ფრაზაში ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ტყუილი და რამდენიმე ესე ჩვენთვის უცნაური ჩანაწერი ამოვიკითხოთ და რამდენიმე უცნაური აზრი ამოვიკითხოთ. პირველი რომ კონსტიტუცია ემყარება პროლეტარიატის დიქტატურას, რომელიც უნდა მიიღწეს საყოველთაო მშვიდობა, სადაც არ იქნება კლასთა დაყოფა. თავისთავად ალოგიკურია ეს, იმიტომ რომ დიქტატურა გულისხმობს რას? დიქტატურა გულისხმობს აუცილებლად ერთი ჯგუფის მიერ მეორის ჩაგვრას, ან ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრას, ან ყველას მიერ ერთის ჩაგვრას. ყოველ შემთხვევაში ვიღაცა აუცილებლად აჩაგრულია და ვიღაცა აუცილებლად აღმატებულია. ამ ფონზე შეუძლებელია, ხო, თუ არ განადგურდა ერთ-ერთი ვინც დაჩაგრულია, ხო, შეუძლებელია თანასწორობა. ანუ თანასწორობა გულისხმობს თანაბარ ცხოვრებას და შეუძლებელია ჩაგრული და მჩაგვრელი იყვნენ თანასწორები. ანუ კონსტიტუციის პირველი მუხლი ჩვენ გვეუბნება, რომ ვიღაცები უნდა განადგურდნენ. ვიღაცები აღარ უნდა არსებობდნენ. ხო, პირველი ვთქვათ, ეს აზრი შეგვიძლია წავიკითხოთ. მეორე, შეუძლებელი დიქტატურა მეორე, რასაც გულისხმობს, არის ის, რომ ეს არის თავსმოხვეული. თავსმოხვეული რა გაგებით, რომ შეუძლებელია იყო თავისუფალი საზოგადოება, იყო თანასწორი საზოგადოება და არსებობდეს დიქტატურა. იმიტომ დიქტატურა თავისთავად გულისხმობს ერთის მიერ მეორის ნების ნიველირებას, მეორის ნების უარყოფას. ეს მეორე ტყუილი, რომელიც შეიძლება ამ პირველ წინადადებაში დავინახოთ ჩვენ. შემდეგი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ამ ჩანაწერიდან გამოვიტანოთ, რომ ეს დიქტატურა უზრუნველყოფს ბურჟუაზიის დათრგუნვას. ანუ ვინ ყოფილა ეს დაჩაგრული, ხო, ბურჟუაზია. და რადგან ვამბობდი, რომ ბურჟუაზია უნდა განადგურდეს და მათ შორის უნდა განადგურდეს ფიზიკურად. და შეუძლებელია ვიღაცა ფიზიკურად განადგურდეს და ამან მოიტანოს საყოველთაო მშვიდობა. იმიტომ რომ ძალადობა თავისთავად წარმოშობს ძალადობას და შესაბამისად შეუძლებელია იმ დიადი მიზნის მიღწევა, რომელიც კლასთა შორის დაყოფას გაუქმებას და კომუნიზმის დამყარებას გვიწინასწარმეტყველებდა. ბურჟუაზობას ებრძოდნენ და თუ
იდენტიფიკაცია ადამიანის. კაი, მოდი მაშინ პრაქტიკაც მოვიხმოთ, ხო? ამის გასააზრებლად ის რომ ეს გულისხმობს ჩანაწერი გულისხმობს ფიზიკურ განადგურებასაც ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ ძალიან მოკლე მონაკვეთი რო ავიღოთ 36-37-38 წლები და მაშინდელი რეპრესიები და თქვათ თავი დავანებოთ 20-იანი წლებიდან 30-იანი წლების დასაწყისის რეპრესიებს. ყველაზე კარგად რაც გვახსოვს და რაც ვიცით და რაზე არ ვკამათობთ, ხო, პრინციპში. ეს არის 37-38 წლები, სადაც მათ შორის ეს ბურჟუაზიის განადგურებაც არის სახეზე, ხო? თუმცა 37 და 38 წლებში განადგურდა არა მარტო ბურჟუაზია, არამედ განადგურდა ის იმ კლასის წარმომადგენელი, რომლებიც ამ შემთხვევაში ნაკლებად დამნაშავეებად მიიჩნევოდნენ. იგივე ძველი კომუნისტებიც, ძალიან დიდი ნაწილიც დაიხვრიტა მაშინ და ძალიან ბევრი ამტკიცებულება ამის დასანახად და წარმოსაჩენად. და ზოგადად რა არის ტოტალიტარიზმი და რა არის დიქტატურა, ხო? ეს თლიანად დამყარებულია ძალადობაზე და ერთი ძალიან ცნობილი ტოტალიტარიზმის მკვლევარი ამბობდა ეს რაღაცას, რომ ამ დროს შეუძლებელია გაარჩიო ერთმანეთისგან რა არის ძალადობა. ეს არის საშუალება რაღაცა მიზნის, დიადი მიზნის მისაღწევად, როგორიც არის ვთქვათ, დასამყარებლად კომუნიზმისა, როდესაც არ იქნება კლასთა დაყოფა და სახელმწიფო და ყველანი ძმურად ვიცხოვრებთ, თუ ძალადობა არის თავისთავად მიზანი. რეალურად ტოტალიტარიზმში და დიქტატურაში ძნელია გამიჯნო ძალადობის ორიენტირი თუ რისკენ არის ის მიმართული. და ესეც აჩვენებს სწორედ იმ ორმაგ სტანდარტებს და სწორედ იმ ფარისეულობას, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს ახასიათებდა და საბჭოთა საზოგადოებას ახასიათებდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ცხოვრობდე ტოტალიტარულ სახელმწიფოში, იყოს ტოტალიტარული რეჟიმი და ტოტალიტარული მანქანა და ამან თავისი ასახვა არ ყვაოს საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირებაზე და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გავლენა. ამიტომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში საზოგადოება ხდება ტოტალიტარული. ანუ საზოგადოება ხდება დახურული და საზოგადოება უარყოფს განსხვავებულს და უცხოს. როგორც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უარყოფდა ბურჟუაზიას, ხო, ანუ რაღაცა ელემენტს. სახელმწიფო ძალიან საინტერესოდ აყალიბებს ამ მიდგომას, თქვათ ამბობს, რომ ეს რესპუბლიკა არის მუშებისა და მშრომელი გლეხების სოციალისტური სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის არა ყველასი, არამედ ვიღაც გამორჩეული პირების. თუ არ ახარ მშრომელი და თუ არ ახარ მუშა, ესე იგი არ ხარ შენი არ არის ეს სახელმწიფო და შემდეგი თაობის კონსტიტუციაში ეს ჩანაწერიც კი გვხვდება, რომ ცოტა კომიკურად ჟღერს დღევანდელი გადასახედიდან, ზუსტად ეს წერია სიტყვასიტყვით, ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი და კონსტიტუციური ტექსტი. მაგალითად არის თუ არა დღეს ესე. საინტერესო შეკითხვა, მაგრამ მოდი ამ შეკითხვის ხარე შევცვალოთ რა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა იმდენად რეალურ შრომით ბაზარზე რა ხდება, არა ამაზე, არამედ იმაზე თუ როგორ ხედავს სახელმწიფო საკუთარ როლს და საკუთარ საზოგადოებას და საკუთარ სოციალურ წყობას. თქვათ, ამ პრინციპის ძალიან კარგი მაგალითი არის იოსიფ ბროდსკის პროცესის ჩანაწერი, სადაც იოსიფ ბროდსკის წარუდგინეს რა ბრალდებათ, რომ მუქთახორობა. იოსიფ ბროდსკი არაფერს არ აკეთებს და ამის გამო ის რაღაცებს ჩხაპნის თავისით, რომელიც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული სოციალისტური მნიშვნელობის ნაწარმოებად და ამიტომ ის არაფერს არ აკეთებს და მხოლოდ აზარალებს საზოგადოებას, ჩვენ ხარჯზე ცხოვრობს, თვითონ არაფერს არ ქმნის ღირებულს და ის არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების წევრი და ის უნდა დაისაჯოს, რომ ერთის მხრივ მან ისწავლოს ჭკუა, ხოლო მეორეს მხრივ სხვებმა შეხედონ და მიიღონ მაგალითი.